მე ვარ მარიამ გურჯიევი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, ვსწავლობ სისხლის სამართალზე ჯიუს უნივერსიტეტში. იურიდიული სფერო ბავშვობიდან მოყოლებული ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო, ვინაიდან ეხებოდა ადამიანის ძირითად უფლებებს და სამართლებრივ ისეთ საკითხებს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ჯიუს უნივერსიტეტი ავირჩიე, იმიტომ რომ ჯიუს უნივერსიტეტი ძალიან კარგ შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ღრმა ცოდნა და შევისწავლოთ ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც შემდგომ გამოგვადგება ჩვენს პროფესიულ განვითარებაში. ჯიუს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მორგებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. სწორედ ამიტომ ჩვენი სტუდენტები დამამთავრებელ კურსზე ნაწილდებიან სხვადასხვა პრაქტიკის ობიექტზე, სადაც ისინი რეალურ გარემოში გადიან პროფესიულ პრაქტიკას. უნივერსიტეტს პრაქტიკის ობიექტებთან აქვს მრავალი მემორანდუმი, ესენი არიან როგორც კერძო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები. დადებითი შედეგი არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება სტუდენტების დასაქმება ამ ობიექტებზე. და ასეც რომ არ მოხდეს, როცა ჩვენი სტუდენტები ამთავრებენ, მათ უკვე აქვთ სამუშაო გამოცდილება, რაც ძალიან ეხმარებათ დასაქმებაში. აღნიშნული პროგრამების შემქმნელები, როდესაც პროგრამას ქმნით, ვაცნობიერებთ, რომ იურისტის პროფესია არის როგორც ფიქრი, ისე მოქმედება. იურისტები ფიქრს სწავლობენ თეორიული სწავლებით და ანალიზით, ხოლო მოქმედებას სწავლობენ პრაქტიკაში. იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტი მოდის იურიდიული დახმარების სამსახურში, სადაც გადის პრაქტიკულ სწავლებას და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნული, ვინაიდან პრაქტიკული სწავლება იურიდიული დახმარების სამსახურში ერთგვარი ხიდია სტუდენტის თეორიულ ცოდნასა და სამომავლოდ მის დასაქმებას შორის. სტუდენტების მუშაობა პრაქტიკის პერიოდში არის საკმაოდ აქტიური. ისინი ჩართულები არიან რეალურ საქმეებში, სადაც ჩემთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, როგორიც არის საქმის მასალების გაცნობა, დასაცავ პირებთან შეხვედრა, პროცესებში მონაწილეობა, სტრატეგიების დასახვა და ასე შემდეგ. მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, რომ იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და აქტიურები თავიანთ პროფესიაში, უშუალოდ ამ სისხლის სამართლის მიმართულებით, დაესწრონ მრავალ პროცესებს და ასევე გაიარონ ესეთი შესანიშნავი პრაქტიკები, რომ მიიღონ ისეთი გამოცდილება, როგორიც მივიღეთ თუნდაც მე.